აბა, გულზე ხელი დაიდეთ, ვის არ უოცნებია ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე. ალბათ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანუკვარი ოცნება. ხოდა რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ეს ოცნება ნელ-ნელა სამეცნიერო ფანტასტიკიდან რეალობაში გადმოდის. დღეს სწორედ გაახალგაზრდავების მეცნიერების საოცარ სამყაროში ვიმოგზაურებთ და ვცდებით პასუხი გავცეთ კითხვას: შეგვიძლია კი მართლა დროის უკან დაბრუნება? აი, ეს არის ის $1,000,000,000-იანი კითხვა, ხომ? სწორედ ამ კითხვის გარშემო ტრიალებს უამრავი კვლევა და ინვესტიცია. მართლა შეგვიძლია, რომ ჩვენი შინაგანი ბიოლოგიური საათი ავიღოთ და უკუღმა დავატრიალოთ. მოდით ვნახოთ, რას გვეუბნება ამაზე თანამედროვე მეცნიერება. მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ. ჩვენ აქ რაღაც ჯადოსნურ ელექსირებზე და ფანტასტიკაზე არ ვსაუბრობთ. რეალობა ბევრად უფრო საინტერესოა. ბიოლოგიური დაბერება, მარტივად რომ თქვათ, ჩვენს უჯრედებში დაზიანებების ნელ-ნელა დაგროვებაა და მეცნიერებიც სწორედ ამ პროცესის შებრულებას, მის შეკეთებას ცდილობენ და არა რაღაც ზღაპრული წამლის გამოგონებას. დავიწყოთ ყველაზე ფუნდამენტურით. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენს თითოეულ უჯრედს აქვს თავისი საკუთარი შინაგანი საათი, რომელიც დაუღალავად ითვლის დროს. სწორედ ამ საათის მექანიზმის გაგებაა პირველი ნაბიჯი. ამ საათის მთავარი დეტალი კი ტელომერებია. ანალოგია, რომელიც აქ წერია, უბლაბოდ გენიალურია. აი, წარმოიდგინეთ ფეხსაცმლის თასმის პლასმასის ბოლოები, ხომ იცით, რომ იცავს თასმას დაშლისგან. ტელომერებიც ზუსტად იგივე ფუნქციას ასრულებენ ჩვენი ქრომოსომებისთვის. ისინი ჩვენი დნმ-ის ერთგვარი მცველები არიან. და აი აქ იწყება პრობლემა. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენი უჯრედი იყოფა, ეს დამცავი ქუდები სულ ცოტათი მოკლდება. საბოლოოდ ისინი იმდენად პატარავდება, რომ უჯრედი უბრალოდ ვეღარ იყოფა და ბერდება. მეცნიერებაში ამას ჰეიფლიკის ლიმიტს ეძახიან. ეს არის ასე ვთქვათ, უჯრედის ბუნებრივი ფინიშის ხაზი. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, იმედი არსებობს. არსებობს ფერმენტი, ტელომერაზა, რომელსაც შეუძლია ეს პროცესი შეაბრუნოს და დამოკლებული ტელომერები ისევ აღადგინოს. საოცრად ჟღერს, არა? ოღონდ აქვეა ერთი უზარმაზარი მაგრამ. ტელომერაზა ძალიან აქტიურია კიბოს უჯრედებში და სწორედ ის აძლევს მათ ფაქტობრივად უკდამებას, ანუ მისი არასწორად სტიმულირება ძალიან საშიშია. კარგი, ტელომერები გავიგეთ. მაგრამ რა მოხდება თუ დაბერების საიდუმლო უფრო ღრმადაა? არა უბრალოდ უჯრედის საათში, არამედ იმ ინსტრუქციებში, რომლებსაც ჩვენი გენები იღებენ. ეს უკვე კვლევის სრულიად ახალ საოცარ სფეროში გადაგვიყვანს. ეს ანალოგია ყველაფერს შესანიშნავად ხსნის. წარმოიდგინეთ, თქვენი დნმ არის უზარმაზარი ფორტეპიანო. ის უცვლელია, კლავიშები თავის ადგილზეა. ეპიგენეტიკა კი არის პიანისტი, რომელიც წყვეტს, რომელ კლავიშებს დააჭიროს და რა მელოდია დაუკრას. ასაკთან ერთად, ჩვენი შინაგანი პიანისტი თითქოს იღლება და შეცდომებს უშვებს. და აი, აქ შემოდის სცენაზე ნობელის პრემიის ლაურეატი. შინია იამანაკა. მან აღმოაჩინა 4 კონკრეტული გენი, რომლებსაც დღეს იამანაკას ფაქტორებს უწოდებთ. ამ 4 ჯადოსნურ ფაქტორს შეუძლია ზრდასრული უჯრედი აიროს, დროში უკან დააბრუნოს და ისევ ახალგაზრდულ ღეროვანი უჯრედის მდგომარეობაში გადაიყვანოს. აქ მთავარი და გადამწყვეტი სიტყვაა ნაწილობრივი. ხო ხვდებით, მეცნიერები არ ცდილობენ უჯრედის სრულ ფორმატირებას და მეხსიერების წაშლას. მიზანია ნაზი გადატვირთვა, უჯრედი გავაახალგაზრდაოთ, მაგრამ ისე, რომ მან არ დაივიწყოს ვინ არის. მაგალითად, კანის უჯრედი ისევ კანის უჯრედად უნდა დარჩეს. ახლა კი მივადექით ალბათ ყველაზე დრამატულ და ცოტა არ იყოს საშიშ ნაწილს. მოემზადეთ, რადგან ახლა უნდა ვისაუბროთ ჩვენს ორგანიზმში არსებულ ზომბი უჯრედებზე. დიახ, სწორად გაიგეთ. ეს ფრაზა ფაქტობრივად მთელ პრობლემას აღწერს. საქმე ისაა, რომ ეს უჯრედები უბრალოდ კი არ იკავებენ ადგილს ჩვენს ორგანიზმში. არა, ისინი აქტიურად მოქმედებენ, ავრცელებენ ანთებას და მარტივად რომ თქვათ, წამლავენ გარემოს. ოფიციალურად მეცნიერულ ენაზე მათ სენესცენტური უჯრედები ხვიათ. რა ხდება? როდესაც უჯრედი სერიოზულად ზიანდება, ის ერთგვარ კეთილშობილურ ნაბიჯს დგავს. წყვეტს დაყოფას, რათა სიმსივნე არ გადაიქცეს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ის არც კვდება, ის უბრალოდ რჩება ორგანიზმში და გამოყოფს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ირგვლივ ყველაფერს აზიანებს. ეს პროცესი ზუსტად ჯაჭვურ რეაქციას ჰგავს. წარმოიდგინეთ, ერთი ზომბი უჯრედი იწყებს ტოქსინების გამოყოფას. ეს ტოქსინები აზიანებს მის მეზობელ ჯანმრთელ უჯრედებს და დროთა განმავლობაში ისინით შეიძლება ზომბებად აქციეს. სწორედ ეს არის დაბერების პროცესის ერთ-ერთი მთავარი ამაჩქარებელი. საბედნიეროდ, გამოსავალი აქაც ჩანს. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ წამლებზე, რომლებსაც სენოლიტიკები ქვია. ესენი არიან ერთგვარი ზომბიბზე მონადირეები, რომლებიც სხეულში დაეძებენ ამ მავნე უჯრედებს, მიზანმიმართულად ანადგურებენ მათ და, რაც მთავარია, ჯანმრთელ უჯრედებს ხელს არ ახლებებ. კარგი, მოდით შევაჯამოთ. ჩვენ ვნახეთ ტელომერები, გენების გადაპროგრამება და ზომბი უჯრედები. სამივე საოცრად პერსპექტიული მიმართულებაა, მაგრამ სამივეს აერთიანებს ერთი, ყველაზე მთავარი და რთული გამოწვევა. და აი ეს არის
მთელი ამ სფეროს აქილევს ის ქუსლი. მუდმივი ბალანსირება დანის პირზე. როგორ გავაახალგაზრდაოთ უჯრედი, აღუდგინოთ ფუნქცია, მაგრამ არ გადავლახოთ ის თხელი, სახიფათო ზღვარი, რომლის მიღმაც უკონტროლო გამრავლება, ანუ კიბო იწყება. აი ამ ბალანსის პოვნაა მთავარი ამოცანა. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ერთ ძალიან მნიშვნელოვან იდეამდე მიგვიყვანს. მიზანი უკვე აღარ არის უბრალოდ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა. მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ health span-ზე, ანუ ჯანმრთელობის პერიოდზე. მთავარი ხდება არა ის, რომ უბრალოდ დიდხანს სიცოცხლო, არამედ ის, რომ დიდხანს სიცოცხლო ჯანმრთელად და სრულფასოვნად. და აი ეს კითხვა, ჩემი აზრით, ყველაფერს ცulis. შესაძლოა უკვდავების ან მარადიული ახალგაზრდობის ძიების ნაცვლად კაცობრიობის ნამდვილი მიზანია, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი წელი იყოს სავსე ენერგიით, ჯანმრთელობით და სიხარულით. იქნებ, თავარი არა ის, რამდენ ხანს ვიცხოვრებთ, არამედ ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ.